სოციალური ფონის გამო ჩვენ არ გვაქვს იმის საშუალება ის ვაკეთოთ, რაც თქვა, სურვილის სურვილიც გვაქვს და ხშირად ვირჩევთ მატერიალური ანაზღაურების გამო. და ამას რომ ემატება უფროსის მხრიდან მუდმივად რაღაც სტრესში ყოფნა, სტრესულ გარემოში მუშაობა, ანუ საბოლოოდ ვიღებ დასტრესულ გარემოებას, საზოგადოებას და მე პირადად არ მინდა ესეთ საზოგადოებაში ცხოვრება, ალბათ არც თქვენ და მე ვფიქრობ, რომ რაღაცით უნდა დავიწყოთ ამის შეცვლა. პირველ რიგში ვფიქრობ, რომ ეს გამოწვეულია სახელმწიფოს მხრიდან არასაკმარისი რეაგირებით, ანუ არსებობს შრომითი ინსპექცია, რომელიც არაქმედითია და მეორე მხრივ დამკვიდრებული სტერეოტიპებით, რომ უფროსი ყოველთვის მართალია და ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ ხმა ამოვიღოთ, რადგან ფულს გვიხდიან. ხშირად ვაწყდებით ისეთ პრეცედენტებს, როდესაც 6 საათზე თუ გამოდიხარ, სამუშაო საათების დასრულების დროს თუ გამოდიხარ სამსახურიდან, არ ხარ კარგი თანამშრომელი და მსგავსი და თვითონ ხელშეკრულებებიც კი არ შეესაბამება ხოლმე შრომის კოდექსს. ალბათ უნდა მივიღოთ ცოდნა კონკრეტულად ამ საკითხში, რომ შემდეგ დავიცვათ ჩვენი თავი. და ეს არის ის, რაც ძალიან მაწუხებს და მინდა რომ როგორმე გამოსწორდეს. პრინციპში ძირითადად ამ პრობლემას უფრო დაბალ პოზიციაზე მომუშავე ადამიანებში ვაწყდებით, მაგრამ ბოლო სამსახური სწორედ ამ მიზეზის გამო დავტოვე და საკმაოდ მაღალ პოზიციაზე ვმუშაობდი ერთ-ერთ წამყვან მედია ჰოლდინგში, სადაც დღესაც მუდმივად ირღვევა დაქირავებული თანამშრომლების უფლებები და ვერავინ ვერაფერს ვერ აკეთებს ამის აღმოსაფხრელად. პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ ალბათ შრომის კოდექსი, რადგან ჩვენ თვითონ უნდა დავიცვათ, თუ თქვა სახელმწიფოს მხრიდან არ ხდება რეაგირება.